იქ-საბათს კითხულობდით აბა ზოსიმეს წიგნსულის სასარგებლო სწავლანი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოდი ვაშკაცო, შემოდი დაჭიქ ისეთ. არა, თუ დაიღლები დაჭიქ. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის საკითხავი და გავაგრძელოთ ჯობია. ბევრი საინტერესო ამბავია და შეგონება. ამბობდა აბა ზოსიმე. მოაშორე განსაცდელი და გულის სიტყვებთან ბრძოლა და ვერავინ მიაღწევს სიწმინდეს. ანუ განსაცდელის გარეშე რომ ერთ-ერთი ადამიანი ვერ გადარჩება და ვერ ცხონდება. რადგან როგორც ერთმა წმინდანმა თქვა, ვინც სულის მარგებელ განსაცდელს განერიდება, მარადიულ ცხოვრებას გაურბის. ეხლა ეს განსაცდელი მარტო ის კი არ არის, რაღაცა უბედურება რომ შეემთხვევა ადამიანს. განსაცდელი არის გამოცდა, გამოცდის წინაშე დგომა. და დილით რო დგება ადამიანი, გამოცდის წინაშე არ დგას, ილოცოს თუ არ ილოცოს, მახვა რო იწყება, გამოცდის წინაშე არ დგას. ვიღაც რომ მოწყალებას ითხოვს ჩვენგან, გამოცდის წინაშე არ დგავართ. ვიღაც რო გვაწყენინებს, იქაც აბა რას იზავა, როგორ შეხვდები. რაღაც გაგეხარ და იქაც გამოცდის წინაშე დგეხარ, გაგიტაცებს ეს სიხარული თუ ისევ დარჩები ნორმალურ მდგომარეობაში. და ასე შემდეგ. ყველაფერს შეიძლება ადამიანმა ასე შეხედოს. ვინ მოუტანა მოწამეებს გვირგვინები თუ არა მათმა ჯალათებმა? ვინ მიანიჭა წმინდა სტეფანეს ასეთი დიდება თუ არა მათ, ვინც იგი ქვით ჩაქოლა? გახსოვთ პირველ მოწამე სტეფანე, ერთ-ერთი დიაკონი, მთავარდიაკონი, როდესაც უქადაგებდა ქრისტეს შესახებ და ებრაელებმა ის ქვებით ჩაქოლეს. და ქვებით რომ ქოლავდნენ, სწორედ მათთვის ევედრებოდა უფალს. ჯერ უფალს შესთხოვდა იმას, რომ შეივედრეო ჩემი სულიო და მე ევედრებოდა, რომ ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. ანუ რაც ფაქტიურად ქრისტემ ჯვრიდან წარმოთქვა, რომ ამო მიუტევე ამათ, რამე თუ არ აიციან რასა იქმან, სტეფანეც ბაძავს რა თავის ღვთაებრივ მოძღვას, ევედრება უფალს, რომ არ ჩაუთვალო ამათ ეს ცოდვა, ანუ აპატია. აბა ზოსიმე მუდამ იმეორებდა ევაგრეს სიტყვებს. კი არ განვიკითხავ მას, ვინც მე ბრალს მდებს, არამედ კეთილის ყოფეს ვუწოდებ. არ უგულებელყოფ სულთა მკურნალს, რომელიც ქედმაღალ სულს შეურაცხყოფისა და გინების სახით წამალს აძლევს. შიშობ ვაი თუ ოდესმე ჩემი სულის შესახებ ითქვას. მკურნებდით ბაბილონსა და არა განიკურნავ. ესე იგი, როდესაც ადამიანის სული ქებით დასნეულდება, ადამიანისთვის არის ლანძღვა იმისთვის, რომ მისი სული განიკურნოს. თორემ ჩვენ როდესაც გვაქებენ და ტას გვიკრავენ, ამიტომ ჩვენ ვამაყდებით და აპარტავნება შემოდის ჩვენში. ევაგრეს ეშინოდა ქრისტეს არ გაეკიცხა იგი და არ ეთქვა, ევაგრე დიდების მოყარეობის შენით შეპყრობის, შეურაცხყოფისა და გინების წამალი მოგეცი, რათა მისით განწმენდილიყავი, მაგრამ შენ ვერ განიკურნე. გახსოვდეს, ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს ამბობს ახლა. გახსოვდეს, არავინ გეუბნება სიმართლეს მათ გარდა, ვინც ბრალს გვდებსო. მაგრამ ჩვენ ძირითადად იქ გვიყვარს ყოფნა და იმ ადამიანებთან, ვინც გვაქებს, ვინც ჩვენზე კარგს ამბობს. მაგრამ შემდგომ ამბობს, ამას დავიკითხავთ, ვინც ამას აკეთებსო, ის გატყუებს. და ვინც შენ ბრალს გდებს, ანუ შენზე ცუდს ამბობს, სიმართლეს ამბობს ის. მე და კვლავ თქვა, იცის უფალმა, რომელი განიკითხავს გულსა და თირკმელთან, რომ თუნდაც ყველამ აქოს და შენატროს ჩემს საქმეებს, სინამდვილეში ეს საქმეები სასჯელის, სირცხვილისა და ფურთხის ღირსია. ხოლო თუ მეტყვიან, ესა და ეს ბოროტება ჩაიდინე, მე უპასუხებ, განა რაიმე კარგი გამაჩნია?
რადგან როგორც უკვე ვთქვი, არავინ ცრუობს მათ გარდა, ვინც მაქებს და შემნატრეს და არავინ ამბობს სიმართლეს თუ არა ის, ვინც ბრალს დებს და შეურაცხყოფს. მეტიც, ისინი არ ამბობენ სრულ სიმართლეს და რომ შეძლებოდა დაენახათ არათუ უბსკრული ჩვენი ბოროტებისა, არამედ ერთი მცირე ნაწილიც კი, მაშინვე სიმყრალისა და ხრწნილების დარად მოიძაგებდნენ ჩვენს სულებს. აი ვიღაცა დავუშვათ ჩვენზე თუ ცუდს ამბობს, რომ ეგ არის ძონწი ადამიანი. და განა სიმართლეს არ ამბობს, მაგრამ სრულ სიმართლეს არ ამბობს. იმ სიძუნწესთან ერთად ჩვენ შეიძლება რისხანეც ვართ და ზარმაცით და კიდევ და ის მარტო ნაწილს ამბობს ამის. მაგრამ ადამიანი ვერ ითმის. მთელი სამყაროც რომ ამეტყველდეს ჩვენს განსასჯელად, წამს არავის ძალუც ჯეროვნად გამოთქვას ჩვენი ცოდვა და უღირსება. რადგან თითოეული ვინც გვადანაშაულებს და გვკიცხავს, ჩვენი ბოროტების მხოლოდ მცირე ნაწილს ხდის ფარდას. ყველაფრის გამოაშკარავება კი არ შეუძლია. და თუ მართალმა იობმა თქვა, სავსე ვარ გინებითა და სიტყვა სავსე ვერ იტევს ვერანაირ დანამატს, რაღა ვთქვათ ჩვენ ბოროტების უსკრულში დანთქმულებმა. ეშმაკმა ყოველგვარი ცოდვით დაგვამდაბლა, თუმცა ღვთის მადლიერება გვმართებს რომ დავდავდით, რადგან ვინც დამდაბლებით მადლიერია, ეშმაკს მოსწრავს, როგორც წმინდა მამებმა თქვეს, თუ სიმდაბლე ჯოჯოხეთამდე ჩავა, ზეცამდე ამაღლდება და თუ ამპარტავნება ზეცამდე ამაღლდება, ჯოჯოხეთში დაინთქმება. ანუ იგივე, რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვის ის ამაღლდეს და ვინც აიმაღლოს თავი ის დამდაბლდეს. ადამიანი თავის გულის ფიქრებში თუ ისეთი განწყობით არის, როგორც აი უფალმა უთხრა წმინდა სილვან ათონელს, რომ ამყოფეო შენი თავი ჯოჯოხეთში, ანუ შენი თავი ჯოჯოხეთის ზღვისად ჩათვალე, მაგრამ იმეც ნუ დაკარგავ. თუ ადამიანი საკუთარ თავს ამას განუკუთვნებს, თავისივე ნებით და თავისი შეგნებით ესეთი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავს, მაშინ ასეთიო ზეცამდე ამაღლდება. მაგრამ ადამიანი, რომელიც თავის გულის ფიქრებში ზეცამდეა მიღწეული და ფიქრობს, რომ ყველას ჯობია და ყველაზე კარგია და ასეთი წმინდა, მაშინ ის ჯოჯოხეთში დაინთქმება. და განაგრძო, ვინ დაარწმუნებს მდაბალ კაცს მავანის წინააღმდეგ ბოროტის განზრახვას, ან ვინმეზე აუგის თქმას, ან დადანაშაულებას, რადგან დაბალი რაც არ უნდა შეემთხვეს, ან მოისმინოს, მაშინვე თავის ბრალობისა და გაკიცხვის საბაბს პოულობს. ანუ ყველაფერში საკუთარ თავს იდანაშაულებს. და გაიხსენა აბა მოსე. ეს აბა მოსე იყო ეთიოპიელი, ესე იგი, და მონა იყო, მსახური იყო და გამოაგდეს ქურდობისა და მოკლედ ასეთი უზნეო საქციელების გამო და ეს გახდა ერთ-ერთი ავაზაკი და ავაზაკთა ბანდის მეთაური. მრავალი ბოროტება ჰქონდათ გაკეთებული. მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთვენიერ დღეს რაღაცა სინანული გაუჩნდა ამ ადამიანს და დაიწყო მოღვაწეობა. და არაერთი შემთხვევაა, რომ აი ესეთი ადამიანები, ვინც ყველაზე უღირსად ცხოვრობდნენ, ძალიან მტკიცე ქრისტიანები გახდნენ. ნანოდნენ რა საკუთარ ცოდებს და ძალიან დიდ სიწმინდეს მიაღწიეს და ერთ-ერთი სამაგალითო მათ შორის არის სწორედ მოსე შავი და ასე ეწოდება, მოსე შავს უწოდება. და ის გახდა დიდი მოღვაწე და მასთან ერთად ის თავისი ყოფილი ბანდის წევრებიც რომ დაინახეს, რომ ამ კაცმა ეს ნაბიჯი გადადგა და ეხლა სიწმინდით ცხოვრობს, იმ ავაზაკთაგან მრავალი მოვიდა ამისკენ და ამას დაემოწაფნა და ამასთან ერთად მოღვაწეობდნენ. აი მასზეა ლაპარაკი. და გაიხსენა აბა მოსე, რომელიც მღვდლებმა საკურთხევლიდან გააძევეს და უთხრეს, გადი გარეთ ეთიოპიელო, ანუ ერთხელ როდესაც ღვთისმსახურება აღესრულებოდა, ეს გამოსაცდელად მოუწეს, ეპისკოპოსმა უთხარა, უთხარითო რომ გავიდეს. და გამოვიდა გარეთ და თავი შეურაცხყოფილად კი არ იგრძნო, როდესაც გამოაგდეს. არამედ მან კი საკუთარი თავის ყვედრება დაიწყო და თქვა,
შავკანიანო ზანგო ახია შენზე, შენ ხომ ადამიანი არ ხარ, რატომ მიდიხარ და ადამიანებში ერევი? დიახ, კარგათაც მოგექცნენ. ანუ საკუთარ თავს ეუბნება, იმათ კი არ განიკითხავს, რომ ეს ასეთები და საკუთარ თავს განიკითხავს, რომ შენ რა ღირსი ხარ ადამიანებთან ერთად იყო. ეს არის სიმდაბლის მაგალითი. მდაბალ კაცს რაც უნდა შეემთხვეს, მაშინვე ლოცვას მიმართავს და ყველას კეთილის ყოფლად მიიჩნევს. ჩვენ კი ავწვდით ჭეშმარიტების გზას და წმინდა მამათა სწავლებას და გსურს ჩვენი ბოროტი ნებისამებრ ჩვენვე დავსახოთ სავალი გზა. ანუ ჩვენვე დავსახოთ სავალი გზა რას ნიშნავს? ის გზა გავიაროთ, რაც ჩვენ გვინდა, რაც უფალმა, ანუ რა ვითარებაშიც უფლის მიერ აღმოჩნდით, ის კი არა, არამედ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ ისეთ რაღაცა მოვიფიქროთ და ეს. განა რა არის იმაზე ადვილი, რომ ყური დაუგდოთ წმინდა და გამოცდილ მოძღვარს აბა ამონას, რომელიც ამბობს, ეს აბა ამონა იყო დიდი მოღვაწე, წლები განმარტოებით მოღვაწეობდა და შემდგომ დაემოწაფა ანტონი დიდს. ანტონი დიდი ცნობილი დიდი მოღვაწე იყო და შემდგომში ანტონი დიდმა თავის მემკვიდრედ დატოვა და ძალიან დიდ მონასტერს ხელმძღვანელობდა, იქ შეკრებილ ძმებს ხელმძღვანელობდა ანტონი დიდის კურთხევით. რომელიც ამბობს, ყურადღებით ფხიზლად და გულმოდგინედ დაიცავი თავი, რომ თუ ვინმე გულს გადგენს, დადუმდე და ხმა არ ამოიღო. სანამ შენი გული უწყვეტი ლოცვით არ დამშვიდდებოდა, მხოლოდ მაშინ დაეხმარე ძმასო. ნუ ნახეთ, ხო არის ხოლმე რაღაცა ესე ამბობენ ხოლმე, რომ ვიღაცაო საწყენ სიტყვას რომ გეტყვისო, ზოგი ამბობს ამდე დაითვალეო და მერე გაეციპოს. ანუ სანამ არ დამშვიდდები, მაგრამ ყველაზე საუკეთესოა რომ ილოცო და რო დამშვიდდები, მერე გასცე პასუხი. გახსოვთ აი პატრიარქის სიტყვები, რომ მონასტრისთვის მიცემული სამი რჩევა იყო, სამი კანონი, ესე რომ ვთქვათ. ახლა თუ გავიხსენე ზუსტად. პირველი იყო, რომ არ განიკითხო არავინ. მეორე იყო, რომ თუ ვინმე ბრალს გდებსო, თავი არ იმართლო, მხოლოდ შენდობას თხოვე და გაეცალე. რატომ უნდა თხოვო შენდობა და რატომ უნდა გაეცალო? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი გაღიზიანებულია და მრისხანეთ მოდის და რაღაცის გამო შენ გადანაშაულებს, აზრი არ აქვს, სულ რომ მართალი იყო. იქ არ ამბობს, რომ ტყუანი თუ ხარ, მაშინ ითხოვე შენდობა და გაეცალე. მიუხედავად იმისა, ტყუანი ხარ თუ მართალი, შენდობას თხოვე და გაეცალე, იმიტომ რომ მრისხანება, როგორც წმინდა აბა კასიანე რომაელი ამბობს, სულიერ თვალს აბნელებს. რა მნიშვნელობა აქვს ხარ ის გამო მრისხანებ? თვალებზე ფირფიტას რო აგაფარებენ, ვერაფერს ვერ ხედავ და რა აზრი აქვს ახლა ისეთ ადამიანს, ვინც მრისხანებს და სულიერი თვალი დაბინდული აქვს, აუხსნა რომ ასეა თუ ისეა, ვერ იგებს. ამიტომ შენდობას თხოვე და გაეცალე და მაშინ უთხარი, როცა მშვიდად იქნება რა. და მესამე, ყველას შესახებო კარგი იფიქრე და ყველას კეთილად მიუგე. და თუ შენს თავში ატყობ, რომ ეხლა შენ მას მშვიდად და თავაზიანად ვერ ეთქვი, მაშინ დადუმდი, არაფერი არ თქვა. აი რაზეც აქ არის ლაპარაკი, როდესაც შენ შეურაცხყოფენ, სანამ შენი სული ლოცვით არ გათვება და წესიერად პასუხს შეძლებ, მანამდე საერთოდ ხმა არ ამოიღო. ვისაც ჭეშმარიტ და სწორ გზაზე სიარულის წადია, ყოველთვის, როდესაც შფოთავს, საკუთარ თავს მკაცრად კიცხავს და გამუდმებით ამხელს. სულო ჩემო, რატომ ბობოქრობ? რატომ შფოთავ შეშლილი კაცივით? ეს სნეულების ნიშანია. წინააღმდეგ შემთხვევაში არ აღშფოთდებოდი. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს აყვედრო, რატომ კიცხავ ძმას, რომელმაც შენი სნეულება საქმით და მთელი სიცხადით დაგანახა. ისწავლე ქრისტეს მცნებები, რომელი იგი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქმიდა. ისმინე მისი სიტყვები, რომლებიც საქმით დაამტკიცა. ზურგი ჩემი მივეც გვემათა და ღაწვნი ჩემი ყრიმლის ცემათა, ხოლო პირი ჩემი არა განვაყენე სირცხვილისაგან ნერწყვათა ისა. ანუ უფალმა მოითმინა, ამის მაგალითს გვეუბნება. შენ კი უბადრუკო სულო, ერთი გინებისა და შეურაცხყოფისთვის,
უგულებელ ყოფისა და მოძაგებისთვის, ან დაცინვისა და ცილის წამებისთვის, ზიხარ და 1000 გულის სიტყვას თხზავ და ამით ისევ ვნებ საკუთარ თავს, როგორც ეშმაკებიო. ანუ როდესაც ჩვენ ვიღაცა შეურაცხყოფს და რამდენჯერ ყოფილო, მერე ჩვენ ვხედავთ და იმაზე 1000 რაღაცას ფიქრობთ. და ეს ნიშნავს, რომ შენ საკუთარ სულს ისე მტრობ და ისე აზიანებ, როგორც ეშმაკებიო. განა შეუძლია ეშმაკს ავნოს იმაზე მეტი, რასაც ასეთი კაცი საკუთარ თავს შეამთხვევს. ხედავთ ქრისტეს ჯვარს, ყოველდღე ვკითხულობთ მისი უნების შესახებ, ჩვენთვის რომ დაითმინა. ჩვენ კი ერთი შეურაცხყოფაც ვერ გვიტვირთავს, ნამდვილად ავწდით ჭეშმარიტების გზას. ასევე ამბობდა, მათუსალას წლოვანებისაც რომ მოიყაროს ვინმე. მათუსალა თქვენ იცით რომ 969 წელი ცოცხლობდა და იყო ნოეს პაპა, ესე იგი ნოეს პაპა. მათუსალა 969 წელი. რამდენი ხანის რო იცოცხლოს კაცმა და არ გაყვეს წმინდათა გავლილ წრფელ გზას, ანუ გზას შეურაცხყოფისა, შეჭირვებისა და მხნედ მოთმინებისა, მცირედშიც კი ვერ წარემატება და ფუჭად გაანიავებს წლებს. ანუ მთელი 1000 წელიც რო იცოცხლოს კაცმა და ეს ამ გზას არ შეუდგესო, ოდნავადაც ვერ წარემატება სულიერ გზას. კვლავ თქვა, როცა ნეტარ დიონისიასთან ვიყავი, ერთმა ძმამ მას რაღაც თხოვა ევლოგიად. მან მისცა რამდენიც საჭირო იყო. ძმამ ჩათვალა, რომ ვერ მიიღო ის, რაც ითხოვა. ლანძღვასა და გინებას მოჰყვა, უშვერი სიტყვებით ღვთათხავდა. ეს რომ დიონისია მოისმინა, განრისხდა და სამაგიეროს გადახდა განიზრახა. მე კი ვუთხარი, რას აკეთებ, საკუთარი თავის განადგურება გსურს, ყოველგვარ სათნოებას დაკარგავ. ანუ დიონისიამ რაც შეეძლო ყველაფერი გაუკეთა და თვითონ ფიქრობდა, რომ საკმარისი იყო ეს, როგორც თხოვეს, მაგრამ მან ჩათვალა, რომ რაღაცა დააკლეს. ახლა ეს ბრაზობდა ამის გამო და ყველაფერს დაკარგავ მაგურის ხანების გამო. განერას ითმენ იმის ტოლფას, რაც ქრისტემ შენთვის დაითმინა. ვიცი, დედაო, ქონება უშურველად გაეცი, მაგრამ თუ სიმშვიდეს ვერ პოვებ, მიემსგავსები მჭედელს, რკინას რომ ურტყამს, მაგრამ ჭურჭელი ვერ გამოჰყავს. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი ამბობდა, სიმშვიდე მჭირდება, რადგან მისით განქარდება ამა სოფლის მთავრის ძლიერება. ანუ ეშმაკის ძლიერება, სიმშვიდით. სოფლიდან გამოსვლის ნიშანი უშფოთველობაა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მავანი უამრავ ოქროს არაფრად აგდებს. ერთ ნემს კი მიეჯაჭება და მის გამო ღელავს. ერთ ნემს ოქროს ღირებულებას ანიჭებს და ხდება მონა ნემსისა, კუნკულისა ან წიგნისა და არა ღვთისა. კარგად თქვა ერთმა ბრძენმა, რამდენი უნებაც აქვს სულს, იმდენივე ბატონი ჰყავსო. ახლა დღეს რომ საუბარია ხოლმე თავისუფლება, რა არის თავისუფლება და ადამიანი უნებების მონაა და ლაპარაკობს, რომ ის არის თავისუფალი. ანუ ნახეთ რას ამბობს. ადამიანი რამდენი უნების მონაც არის, იმდენი ბატონი ჰყავს. და თუ ამდენი ბატონი ყავს ადამიანს, როგორ არის ის თავისუფალი? და შემდეგ უფლის სიტყვები მოყავს, რომ სადაც არ საუნჯე თქვენი, მუცა იყოს გული თქვენი, რაც გეძვირფასება, შენი გულიც იქ არის, იმას დაუყრია შენი გული. და პეტრე მოციქულის სიტყვები, რომ რომლისაგანსა ვინ ძლეულ არ, მისდაცა დამოვნებულ არ. ანუ ადამიანი რისგანაც არის ძლეული, იმისი მონა არის. ვიღაც ამპარტაუნება, ვიღაც ვერცხლის მოყარეობა, ვიღაც სიხარბემ დაუშვათ, ვიღაცა ნაყროვანებამ და ასე ვიღაც უწმინდურმა ვნებამ დაიპყრო და ახლა იმისი მონაა და როგორ არის თავისუფალი? ეს არ არის ქრისტე? შეიძლება რომ ეგ ამბობ, ოჯახის წევრებს შეგვეყოთ ეს. რა ამბობ? დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მიჯაჭვულობა არავიზე არ შეიძლება, მიჯაჭვულობა. ყველაზე შეიძლება ვრცელდებოდეს. რა მნიშვნელობა აქვს? რა გახდება შენთვის კერპი? რას ოღონ ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ არ გიყვარდეს. იმიტომ რომ ნახეთ,
თავად სიმდიდრე კი არ არის დამღუპელი, არამედ სიმდიდრისადმი მიჯაჭვულობა. თორე სიმდიდრემ ბევრს ვერაფერი ვერ ავნო. სიმდიდრეც გამოცდა ადამიანისთვის, ისევე როგორც სიღარიბე, აი მაგალითად მდიდარისა და გლახაკის იგავი რომ არის. ხო? ორივე გამოცდის წინაშე იდგა. მდიდარი იმ გამოცდის წინაშე იდგა, როგორ განკარგავდა თავის ქონებას, უпростоრად ღვთისგან მიბარებულ ქონებას, იმიტომ რომ ყველაფერი მატერიალურიც და არამატერიალურიც უფლისაგან მიცემული ტალანტია. ხო, ზოგს 5 მიეცა, ზოგს 2, ზოგს 1 და ვინ როგორ განკარგავს. მას რომ სწორად განეკარგა, ის ამ სიმდიდრის გამო კი არ დაიღუპა, არამედ მისი არასწორი გამოყენების გამო. და ლაზარეს გამოცდის წინაშე დადგა. არ ჰქონდა რა არაფერი, როგორ მოითმენდა ამ ყველაფერს სულგრძელად. ისის გამოცდის წინაშე იდგა. ლაზარემ ჩააბარა ეს გამოცდა, როგორც იტყვიან, მდიდარმა ვერ ჩააბარა. ეს რომ დიონისია მოისმინა აღთხოვანებით შემომხედა და თქვა: და ეს საწადელი ღმერთი გეპოვნოს. ნეტარი ზოსიმე მოგვითხრობდა, ადამიანს ცხონება სურს, მაგრამ იზიდავს მას ამაო ნივთები. მათით არის შეპყრობილი და გაურბის შრომას. არადა ღვთის მცნებები კი არაა მძიმე, ჩვენი სურვილებია უკეთური. ჩვეულებრივ აბობოქრებული ზღვისა თუ მეკობრეების გამო ყველაფერს უგულებელ ყოფთ და ჩვენს ნივთებს უყოყმანოთ ველევით. თუმცა კი ვიცით, რომ მალე მოვკვდებით. ანუ ხო ყოფილა, რომ გემი იძირება და მერე მთელ ნივთებს გადაყრიან, რომ სიმსუბუქი ცოტა გამოაღწიოს ნაპირზე. აი საქმე მოციქულთაშიც არის, პავლე მოციქული, რომ გემზე როდესაც რომში მიყავთ და იქ გემი იძირება და გემის კაპიტანი ბრძანებს, რომ ყველაფერი გადაყარონ გემიდან, როგორმე იქნება გადარჩენა. ეს მაგალითად მოყავს. ხანმოკლე სიცოცხლის გახანგრძლივების გამო უარს ვამბობთ ყველაფერზე, რაც კი გვაბადია. და თუ დავკარგავთ ყველაფერს, ჩვენ კი აბობოქრებულ ზღვას ან მეკობრეებს გადაურჩევით, ბედნიერად გრძნობთ თავს. ის ვინც ცოტა ხნის წინ ორიოდე გროშის გამო გაცოფებით იბრძოდა, ახლა ყველაფერზე უარს ამბობს. რათა წარმავალი ცხოვრება შეინარჩუნოს. რატომ არ ფიქრობთ ასე მარადიულ ცხოვრებაზე? იმიტომ რომ როგორც ერთმა წმინდანმა თქვა, არ აქვს ღვთისშის ჩვენში ისეთი ძალა, როგორიც ზღვისას. ანუ ადამიანს ზღვისა და იქ დახრჩობისა უფრო ეშინია, ვიდრე მარადიული სატანჯველისა და ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მოყავს. ახლა რო არ წავიკითხო ისაც მახსოვს და ესე იგი ერთი ძვირფასი ქვებით მოვაჭრე ადამიანი გემით მიდიოდა სადღაც თავის მსახურებთან ერთად. და იქ გემზე მეზღვაურები ვინც იყვნენ, ერთ-ერთი ჭაბუკი ამათ ემსახურებოდა. და დაუახლოვდა ამ ვაჭარს და რაღაცა შეუყვარდა, ძალიან კარგად გრძნობდა მათ გარემოში თავს, ესე რომ თქვა და ცდილობდა, რომ ხშირად ყოფილიყო მათთან და ეხმარებოდა. მოხდა ისე, რომ ამ ჭაბუკმა სხვა მეზღვაურებისგან მოისმინა, რომ ესენი უპირებდნენ, მოდიო, ეს ვაჭარი გადავაგდოთო ზღვაშიო და მას რაც აქვს ეს ძვირფასი თლები, ძვირფასი ქვები, ჩვენ დაგვრჩებაო. ახლა შეწუხდა ეს ჭაბუკი, რომ თან ვერც იმათ ვერ მაშვება გასცემს, ვერ აბეზღებს, ესე რო თქვა და თან შეწუხებულია, იცის, რომ ისინი ნამდვილად ამის გამკეთებლები არიან. ახლა ამ ვაჭარმა ხო შეატყო და რა გჭირსო, ეუბნება, რატო ხარ ეგრეთ ამწუხრებულიო და ეს ვერ ამბობს და მოკლედ რო არ მოეშვა, უთხრა, რომ ასე და ასე სიბოროტეს გიპირებენ, რომ უნდა გადაგაგდონ და შენი ქონება მათ დარჩეს. ახლა დაფიქრდა ეს კაცი და ამბობს, რომ ესე იგი ეს არისო ჩემი ცხოვრებაო, ამათ გამო უნდა მოვკვდეო. რა გამოდისო, მე გადამაგდებენ და უნდა მოვკვდეო და აქედანაც ვერაფერს ვერ წავიღებ. დაუძახა სასწრაფოდ თავის სახურებს და უთხრა, მოიტანეთო მთელი ქონებაო და გაშალეს რაღაცას. დააწყვეტ და გადაყარეთ ზღვაში. გადაყარეთ ზღვაში და ეს მეზღვაურები ხო უყურებენ გაკვირვებულები. რიგოსთვის უნდა გადააგდონ ეს კაცი. არაფერი არ აქვს. ამიტომ ეს
მათი ჩანაფიქრით ჩაიშალა და ეს კაციც გადარჩა სიკვდილს. და რატომ მოყავს ეს მაგალითი? იმიტომ რომ ამ კაცმა დროებითი სიცოცხლის გამო მოიშორა ყველაფერი, რაც კი ჰქონდა, რაც საფრთხეს უქმნიდა. და ჩვენო მარადიული სიცოცხლის გამო შეიძლება ვერ მოვიშოროთ ის ნივთები, რამაც ჩვენი გული მიიჭაჭვა. აი მაგაზე აქ ლაპარაკი. ამობის მოყოლის შემდეგ ნეტარმა ბერმა განაგრძო. ნახეთ, როგორც კი ფიქრით და განსჯა დაიწყო, მოისიბრძნა სიტყვით და საქმით, რათა მცირე ხნით გაეხანგრძლებინა ცხოვრება. მართებულადაც მოიქცა. მან იფიქრა, რა სარგებელს მომიტანს ეს ძვირფასი ქვები თუ მოვკვდები. ჩვენ კი მცირე შეჭირებაც ვერ დაგვითმენია ქრისტეს მცნებისთვის. და თუ მაინც მწუხარება შეგვიპყრობს, წუხდეთ არა იმიტომ, რომ ფული მოგვაკლდა, არამედ ძმის გამო, რომელიც გვავნებს და ამ საქციელით თავს იღუპავს. რადგან ის, ვინც უსამართლოდ გვეპყრობა, აძევებს საკუთარ თავს ცათა სასუფევლიდან. რამე თუ ცრუთა სასუფეველი ღვთისაი ვერ დაიმკვიდრონ. ხოლო შენ ჩაგროსა და პატივაყრილს საუკუნო ცხოვრებას გიმზადებს, რადგან უფალი ამბობს, გიხაროდნენ და მხიარულიყვანით, რამე თუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათაშინა. ანუ იმაზე კი არ უნდა წუხდეო, რომ შენ შეურაცხყოფს. იმაზე უნდა წუხდე, რომ ვინც შეურაცხყოფს, ის თავის თავს მარადილ სასჯელს განუკუთვნებს და შენ კი ამის მოთმინებით გაცხონებს. ხოდაშორის წმინდა გიორგის ერთ-ერთ ლოცვაში ასეთი რამ წერია, რომ წმინდა გიორგისო უხაროდაო, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის მოწამეობრივად აღესრულებოდა, მაგრამ ამავე დროს წუხდა დიოკლეტიანეს გამო, რომლის გამო ისობითად წმინდა გიორგი იტაჯებოდა. წუხდა მის გამო, რომ რამხელა ცოდვებს იდებს თავის თავზე, რამხელა სულიერი სიმაღლე წარმოედგა. აი ვინმე ჩვენ შეურაცხყოფს და ჩვენ იმაზე კი ავწუხავთ, რომ შეურაცხყოფს, არამედ იმაზე, ვინც ეს შეურაცხყოფა მოგვაყენა. თუ ცოდვაში ვარდებით. ჩვენ კი ნაცვლად იმისა, რომ ძმის წარწმედისათვის წუხდეთ, რომელიც ქრისტეს სხეულის ნაწილია, ხრწნად და უხმარ და წარმავალ ნივთებზე ვფიქრობთ, რომელთაც არანაირი ღირებულება არ აქვთ, მართლაც სამართლიანად ვიტანჯებით. ღმერთმა ჩვენ სხეულის ნაწილებად დაგვადგინა, თავი კი ქრისტეა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ვითარცა იგი გვამი ერთ არს და მრავალი ასოები აქვს და ყოველი იგი ასოები ერთი სამის გვამისაი მრავალღა თუ არს, ერთ გვამივე არს, ეგრეცა ქრისტე და იგი არს თავ გვამისამის ეკლესიისა. ამას კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს. მას როცა ძმა გულს გტკენს, იგივეა რაც ხელის ან თვალის ტკივილი. თუმცა ტკივილის გამო არც ხელს ვიჭრით და ვაგდებთ და არც თვალს ვითხრით, რადგან მიგვაჩნია, რომ მათი დაკარგვა დიდი დანაკლისია. ქრისტეს ბეჭდით აღვიჭურებით, ჯვარს ვისახავთ, რაც ყველაზე მთავარია და ძვირფასია და შემწეობას ვთხოვთ წმინდანებს. ხურვალე ლოცვას აღვავლენ ღვთისადმი და ამ ყველაფერთან ერთად საოლავსა და სალბუნსაც ვამზადებთ, რათა სხეულის ტკივნეული ნაწილი გამკურნოთ. თუ შენი თვალისა და ხელისთვის ლოცულობ, რომ განიკურნო და აღარ გტკიოდეს, ასევე ილოცე შენი ძმისთვისაც. ჩვენ კი როცა ვხედავთ, რომ ჩვენს ძმას, რომელიც ქრისტეს სხეულის ნაწილია, ევნება, არათუ წუხვართ, არამედ წყევლით კიდეც მას. ეს ყოველივე მართლაც რომ უმოწყალო და უგულო კაცის თვისება. ანუ მიხვდით შედარება რაც არის, ხო, რაღაცა ხელი რო გტკივა თუ ყური გტკივა, ხო არ იჭრი იმას მკურნალობდა. თითოეული ადამიანიო, ჩვენი იმ ერთიანი სხეულის, ანუ ეკლესიის ნაწილია, ჩვენ ყველანი ერთმანეთის ნაწილები ვართ, ესე იგი ერთიანი სხეულია ეკლესია, რომლის თავიც არის ქრისტე და თუ დაუშვათ თითი რო გტკივა, მთელი სხეული განიცდის, ის ძმა რო შესწოდავს, ისიც როგორც შენი სხეულის ნაწილი, უნდა გტკიოდესო მაგაზე. აი პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჰქონდათ წესად საერთო აღსარება. აი ხო ჩვენ ხო შედვართ აქ და ახლა ჩვენ თითოეულმა რომ ჩვენი ცოდვები ვთქვათ და შენდობა ვითხოვოთ ღვთისგანაც და ერთმანეთისგანაც. ღვთისგან გასაგებია რატო და ერთმანეთისგან რაღაცა, იმიტომ რომ
ჩვენ ვეუბნებით ამით ერთმანეთს, რომ ჩვენ ხო ერთიანი სხეული ვართ და მე ჩემი ცოდვებით, აი ეს ერთიანი სხეული, აი ამა და ამ ცოდვით დავაზიანე და მე თქვენგან შენდობას ვითხოვ, გესმით? მაგრამ ეხლა ეს საერთო აღსარების წესი აღარ არის პრაქტიკაში და გასაგები. როგორ? რატო აღარ არის და იმიტომ არ არის, რომ აღარ არის სიყვარული ერთმანეთის, ჩვენ განვიცდით ერთმანეთის ცოდვას, ისე როგორც ისინი განიცდიდნენ. დღეს შეიძლება აქ შენ თქვა აღსარება და ხვალ ქალაქის ბოლოში ლაპარაკობდნენ იმაზე, შენ რო რაღაცა თქვია, ანუ ვიღაც თანაგრძნობით კი არ მიუდგეს მაგას. გაიგონოს ახალი რაღაც და სალაპარაკო მიეცეს. ვერ განვიცდით ერთმანეთს ისე როგორც სხეულის ნაწილებს და იმიტომაც აღარ არის. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩვენ კი ნაცვლად იმისა, რომ მას როცა ძმა გულს ጥቀენს, იგივეა რაც ხელის ან თვალის ტკივილი. თუმცა ტკივილის გამო არც ხელს ვიწვით და ვაგდებთ და არც თვალს ვითხრით, რადგან მიგვაჩნია, რომ მათი დაკარგვა დიდი დანაკლისია. ქრისტეს ეს მეგონი წავიკითხეთ. თუ შენი თვალისა და ხელისთვის ლოცულობ, რომ განიკურნო და აღარ გტკიოდეს, ასევე ილოცე შენი ძმისთვისაც. ჩვენ კი როცა ვხედავთ, რომ ჩვენს ძმას, რომელიც ქრისტეს სხეულის ნაწილია, ევნება არათუ წუხვართ, არამედ წყევლით კიდეც მას. ეს ყოველივე მართლაც რომ უმოწყალო და უგულო კაცის თვისებაა. ის, ვისაც მოწყალე გული, სიყვარული და სხვებისადმი თანაგრძნობა აქვს, ჯერ საკუთარ თავს არგებს და ახარებს, მერე კი მოყვას და პირიქით ბოროტება ხრწნის და ტანჯავს მას, ვინც მისი ზიარია და ამბობდა, რაც სულისთვის საზიანო არაა, არც ადამიანს უნებს. ყველაფერი რაც სულისთვის არ ვიღაც რომ ასე გექცევა თუ ისე გექცევა. ის თუ სულისთვის საზიანო არ არის და ჩვენ თუ სწორად მიუდგებით, ის ჩვენ არაფერს არ გვავნებს. რა ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს აქ შევჩერდით. ეს თქვენი შეკითხვებია მე მგონი. რამდენად შესაძლებელია გარდაცვალების შემდეგ საყვარელი ადამიანის ნახვა ან ცნობა ამდენ გარდაცვლილში. ჩვენი იმედი ეგ არის. იმიტომ რომ ჩვენ დროებით კი არ ვართ, არამედ მარადიულად ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული. თავარია რომ ჩვენი და მისი სულიც გადარჩეს და ცხონდეს. ვიზეთ საუბარია. თუ განსასწრელი ჩვენს გასაძლიერებლად არის, თუ ამ განსასწრელის სანაცვლოდ ღმერთი მართლა კარგს გვიმზადებს, რატომ არ გვაძლევს ღმერთი არჩევანის უფლებას? იქნებ არაფერი მიღირს ამის ფასად. ადამიანის სულიერად რომ წარემატება, ყველაფრის პასუხი ჩვენ ამ მიწაზე არ აქვს. ყველაფრის პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ერთი რამ გვაქვს, რომ ჩვენ უნდა ღმერთის გულმოწყალებისა გვჯეროდეს, ესე იგი, აი ჩვენ როდესაც დავუშვათ შვილს რაღაც ისეთის ტკივა, რომ აუცილებლად ესაჭიროება, დავუშვათ ესა თუ ის წამალი. ჩვენ ამ ბავშვს ვაყენებთ არჩევანის წინაშე. და ჩვენ როდესაც მას მკურნალობთ, ეგ არ ნიშნავს, რომ მას არჩევანს ვართმევთ. ახლა რამდენჯერ ყოფილა ბავშვი დავუშვათ აი საჭმელს არჭამს და დედა კოზით დასდევს და მისცეს მაშინ უნდა არჩევანის უფლება და როცა ბავშვი მოისურვებს, მაგრამ ეს ბავშვი რომ დასუსტდება, მაშინ ვინ იქნება ამას დამაშა. თორემ არღის რაღაცებს რომ ჩაეძიოს ადამიანი, მერც უნდა მინენდოს და იქნება მშვიდად. ჩვენ არა გვაქვს ადამიანები ვართ, შეიძლება რომ ადამიანმა შეიგი ყველაფერი იცოდეს ღვთის ჩანაფიქრი, შეუძლებელია ადამიანურ გონებას არ აქვს ეს რესურსი რომ ღვთის განგებულებას ჩაწვდეს და რაც არ მიეცა ღვთისგან ის არც უნდა საქმეს ჩხრიკოს, ესე იგი. იმიტომ რომ შეიძლება ვერ მივიდეს სწორ გზამდე, სწორ
მიზეზებს ვერ მიაგნოს, რატომ მოხდა ეს. შეუძლებელია აი მაგალითად პირველ კლასელმა ბავშვმა რომელიც ცნობს უკვე რაღაცა ერთიანია, რაღაცა ორიანია, 7-იანია თუ 10-იანი. ხო ყველა ციფრი ამ 1-დან 9-მდე, 0-დან 9-მდე ციფრებისგან შედგება. მან იცის რომ ესეა, მაგრამ მას რომ უმაღლესი მათემატიკის როეული ჩაუვარდეს და ვიღაცის გამოყვანილი მატრიცა იქნება თუ სხვა, ვერაფერს ვერ გაუგებს. არადა ცნობს ახლა ციფრებს აქა-იქ რაც წერია, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ იგებს და რატო ვერ იგებს, ხა ფიქრობს. რამდენიც არ უნდა უკირკიტოს, ხომ ვერ გაიგებს. მაგრამ დადგება დრო, ის მოძლია მეორე კლასში გადავა, მე-10 თუ მე უნივერსიტეტში და მე აღმოაჩენს, რომ აი თურმე რა ყოფილა. და თუ მაშინ, როდესაც ის პირველ კლასში იყო და ვერ გაუგებს თავსა და ბოლოს, იქ რაღაცას უსამართლობად ჩათვლის, ეგ ხო არ იქნება სწორი. ხო არ იქნება სწორი. რა რაღაცა ვერ არის რიგზე ფიქრობს, იმიტომ რომ რადგან მე ვერ ვიგებ აქ რა ხდება. მაგრამ დადგება დრო და ის აღმოაჩენს, რომ თურმე ეს გასაგებია. მაგრამ მაშინ ვერ იგებს. ჩვენც არ ვიცით ამ წუთის ოფერში ბევრი რამის პასუხი. მაგრამ არ დარჩება არც ერთი პასუხი გაუცემელი შეკითხვა და ყველაფერს გაეცემა პასუხი და ადამიანი აღმოაჩენს, რომ იმაზე უკეთესად სხვა ვერაფერი ვერ მოხდებოდა. თუმცა მანამდე კი მოთმინებაა საჭირო. და როდესაც ადამიანს რაღაცა განსაცდელი მოსდის, როგორც სიტყვიან, ჩასაფრებულია ეშმაკი, რომ ადამიანს ღვთისგმობა დააწყებინოს. აი ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანს შვილი გარდაცვლია და დედას ჯვარიც კი მოუხსნია და უთქვამს, რომ მე აღარც ვილოცებ, არაფერს არ გავა. და რა გამოდის, ეშმაკმა სათავისოდ გამოიყენა მისი ეს მდგომარეობა. ეგრე არ არის სწორი. ალბათ. ახლა შეიძლება მითისგანაც უკვე ეშმაკისგანაც განსხვავებული თუ არა? ღმერთის დაშვების გარეშე არაფერი არ იქნება. ღვთის დაშვების გარეშე არაფერი არის ღვთის კეთილი ნება. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ, არსებობს წმინდა იოანე დამასკელის მართლმადიდებლობის სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა. მან მერვე საუკუნეში შეკრიბა მანამდელ წმინდა მამათა ნაშრომები და ჩამოყალიბებულია სწავლება 100 თავისაგან შედგება და იქ არის მრავალ საკითხზე საუბარი და ერთ-ერთი სწორედ ეს არის, რომ რა არის ღვთის კეთილი ნება და რა არის ღვთის დაშვება. და იქ ამბობს, რომ ღვთის ნება ყოველთვის კეთილია, მაგრამ არსებობს ღვთის დაშვება. აი მაგალითისთვის ვიტყვი, დავუშვათ ვიღაცამ სიკეთე მოიფიქრა, სიკეთის გაკეთება უნდა და ღმერთი მას შეეწევა, რომ გააკეთოს ეს სიკეთე. მაგრამ დავუშვათ ვიღაცამ ბოროტება მოიფიქრა. ღმერთი მას არ შეეწევა, რომ გააკეთოს, მაგრამ ხელს არ შეუშლის. ანუ ღმერთი დაუშვებს, იმიტომ რომ ადამიანმა ეგრე მოინდომა, ადამიანს ხო აქვს თავისუფალი ნება, ადამიანმა ეგრე მოინდომა, მაგრამ არ შეუშლის ხელს, არც მიეხმარება. მაგრამ ეს ღვთის დაშვებად ჩაითვლება, ღმერთმა დაუშვა. ახლა ადამიანის დაღუპა ხო არ უნდა ღმერთს. აი დაღუპაში გულისხმობ სულიერად რომ დაიღოს, ხორციელი სიკვდილი არ არის მისთვის და შეიძლება რომ ვინმე წმინდა იოთამ ზედგემიძეზე თქვას, რომ ის დაიღუპა? წმინდა გიორგი დაიღუპა? ან წმინდა ბარბარე, ხო? ისინი გარდაიცვალნენ და ისინი ცოცხლები არიან. ახლა ამას ჩვენ შინაგანათაც სულ რა ურწმუნო იყოს კაცი, შინაგანათაც ადასტურებს, რომ წმინდა გიორგი არის ცოცხალი, იმიტომ რომ სხვანაირად ამდენ ტაძრებს როგორ ააგებდა მის სახელზე და როგორ მივიდოდა წმინდა გიორგის ტაძარში და როგორ შესთხოვდა რაღაცას. შეიძლება ადამიანი ეკლესიურად საერთოდ არ ცხოვრობდეს, მაგრამ შინაგანად რომ არ სწამდეს, როგორ მკვდარს ევედრება? ის ცოცხალს ხო ესე ველაპარაკებით, როგორც ცოცხალს. დაგვეხმარეო ეუბნები და მკვდარი თუ როგორ უნდა დაგეხმაროს. იმიტომ შინაგანად სწამს, რომ ის ცოცხალია და ის მართლაც ცოცხალია. და დაღუპვა ის არის, ვინც წარწყმდება.
თორემ გარდაცვალება ის არის, ვინც ხორციელად აღარ არის აქ და ჩვენ ვერ ვხედავთ. ამიტომაც აი თუ ადამიანი თვითონ გადაწყვეტს რომ დაიღუპოს, ეს მისი არჩევანია. თუ თვითონ არ უნდა ადამიანს ქრისტეს გზაზე სიარული, ღმერთი ძალით არ ატარებს, თუმცა 1000 გვარი საშუალებით მოუწოდებს. ხან შეგონებით, ხან განსაცდელით, ხან სიხარულით, ხან წუხარებით, ყველანაირად ეს სახარებაში არაერთი მაგალითია ამისი, რომ უფალი როგორ ზრუნავს, ესე იგი, რომ ადამიანი დააყენოს თავის გზაზე, თუმცა ის ჯიქურ ძალით არ დააყენებს. არამედ შეუქმნის სხვადასხვა გარემოებას, რომელმა გარემოებებმაც მას უნდა ჭეშმარიტების გზა დაანახოს. მაგრამ თუ ადამიანი ძალით იყრუებს ყურს და ძალით იბრმავებს თვალს, რომ ჭეშმარიტება დაინახოს, აი რომელთა მიმართ მეორე თავშია თუ არ ვწდე პავლე მოციქული ამბობს, იცოდნენ ღმერთია, მაგრამ არ ღვთაებრ ადიდებდნენ მასო და შეცვალესო დამბადებელის დიდებაო დაბადებულის დიდებით, რომ რაზე ღმერთის დიდება შეცვალეს კერპების განდიდებით. იცოდნენ ღმერთია, რაზე ნახეთ და განა არ იცოდნენ. განა არ იცოდნენ რა იყო ჭეშმარიტება, იცოდნენ. ეხლა ჩვენ თავს დავაკვირდეთ. აი რაღაცა შეცდომა რომ მოვდის. განა ყოველთვის ისეა რომ არ ვიცით რომ ეს შეცდომაა თუ არა. ხო არის ისეც რომ ვიცით რომ ეს შეცდომაა, მაგრამ მაინც ვაკეთებ. და მე გვინდა რომ თან ჩვენმა სინდისმა არ გვამხილოს. სინდისი გვამხელს, მაგრამ თან გვინდა რომ ეს გაჩუმდეს. მაგრამ ის არ ჩუმდება. გესმით, ადამიანი თუ ცდილობს თავისი სინდისი მოატყუოს, ის ჭეშმარიტებამდე ვერ მივა. მაგრამ ადამიანი თუ ცდილობს სინდისიერად იცხოვროს, ის აუცილებლად ღმერთს იპოვის. აი მაგალითად პავლე მოციქული. ის ქრისტიანებს დევნიდა. წარმოგიდგენთ, აი კომუნისტები რომ დევნიდნენ, იმაზე მეტი დევნელი იყო პავლე მოციქული ქრისტიანების. და მაგრამ ის გულწრფელი იყო. რატო იყო გულწრფელი? მას ეგონა რომ ამითი თავისი მამა პაპეულის ჯული ილახებოდა, შეილახებოდა და ყველანაირად თავგანწირლად იბრძოდა რომ ეს დაეცა. მაგრამ როდესაც მას დამასკოსკენ მიმავალ გზაზე თვალ დაუგნელდა და უფალი გამოეცხადა და აუხსნა რა იყო ჭეშმარიტება. იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც შემდგომ ანანია მივიდა და განიკურნა პავლე მოციქული, იმ დღიდან პირველი მქადაგებელი შეიქმნა ქრისტიანობის. ანუ მას ის რადგან გულწრფელი იყო, ღმერთმა მას სულიერი თვალი აუხილა და მან ღმერთი შეიცნა. და ისე ძლავრად, როგორც ის ქრისტიანობას ქადაგებდა, იქიდან მოყოლებული ასეთი რამე ვერავინ ვერ შეძლო. იმიტომ რომ ის კაცი გულწრფელი იყო. იმაშიც კი, რასაც ქრისტიანობის საზიანოდ აკეთებდა. და იმ გულწრფელობამ ღმერთამდე მიიყვანა. მაგრამ ვინც თავის თავს ატყუებს, ის ღმერთამდე ვერ მივა. აი ამაშია საქმე. ამიტომ ჩვენ არ მოვატყუოთ ჩვენი სინდისი და ვიქნებით ჭეშმარიტების გზაზე. არ ვიცი რამდენად გავიცი თქვენ შეკითხვას პასუხი, მაგრამ ძნელია რა თქმა უნდა ადამიანის განსაცდელის წინაშე დგომა. მაგრამ ღმერთს უნდა მიენდოს. უნდა ეცადოს რომ ღმერთს მიენდოს და თავად ღმერთს თხოვოს ამისი ძალები. იმიტომ რომ ეს ადამიანს არ აქვს. კარგი, დავამთავრეთ.